რუსთავის მუნიციპალიტეტის მეხუთე მოწვევის საკრებულოში ბიუროს მორიგის ხდომა გაიმართა. წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის სხვადასხვა არასამეწარმეო იურიდიული პირების პროგრამების განკარგულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმშელეს და მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე დამისამართების საკითხები განიხილეს. ბიუროს წევრებმა დღესვე ქალაქში ახალი IP-ის შექმნის თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი წლიდან ქალაქში დასუფთავების უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს. ასევე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით მხარი დაეჭირა სოციალურ საკითხთა კომისიაში დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნასაც. რაც თავარი საკითხები იყო, ერთ-ერთი საკითხი არის ახალი IP-ის დაფუძნება, ქალაქ რუსთავის დასუფთავება, ასეთი სახელწოდებით და ქალაქს ეყოლება თავისი დასუფთავების სამსახური, ასევე შეიქმნა სოციალურ საკითხთა კომისიაში შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ საკითხებზე, რომ მოიძიოს ქალაქში უსახკარო პირთათვის, საერთოდ უსახკარო პირთა აღრიცხვა მოხდება და მათ შორის მოიძიება მერე შემდგომში ქალაქის შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, ფართები უნდა იქნეს შესწავლილი, რომ შემდგომში დაკმაყოფილდეს ეს ხალხი.